ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა. შოუ-ბიზნესის სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორისა და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება. კლუბ ნოა-ნოაში იგეგმება სამდღიანი ჯაზ ბრეიკი, რაც ინგლისურად დასვენებას ნიშნავს. ყოველივე ამის შესახებ ნოა-ნოას წარმომადგენელი გვესაუბრება. ჩვენი მხრიდან კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ იმდენად ვენდობით კლუბის გამოვნებას დარწმუნებული ვართ წინა საარჩევნო აურზაურში ნოა-ნოა დასვენების არაჩვეულებრივ სამდღეს გვაჩუქებს. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და დავარქვით ნოა-ნოა ჯაზ ბრეიკ 2003. ბრეიკი საიდან მოგეხსენებათ ინგლისური სიტყვა, ნიშნავს შესვენებას და ამ წინა საარჩევნოთ ამ არეულობაში და ქაოსში ნამდვილად არავის აწყენდა ბრეიკი, ასე ვთქვათ. და ნოა-ნოა გთავაზობთ სამდღიან ბრეიკს. ამჯერად იქნება საქართველოს, სასომხეთი და სპეშალ გესტის სტატუსით, ასე ვთქვათ, ვიქტორ ბეილი. და საერთოდ მომავალში მინდა ეს ტრადიციად იქცეს ეს ღონისძიება და აქცენტი იქნება შემდგომში აი ამიერკავკასიაზე, სასომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს. ნებისმიერ ჯაზის მოყვარულს ალბათ კარგად ეცნობა სახელი ვიქტორ ბეილი. მისი მუსიკალური ბიოგრაფია საკმაოდ ვრცელია. იგი უკრავდა ძალიან ბევრ მუსიკოსთან ერთად, ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან სონი როლინზი, დონ ელიაზი, მირიამ მაკება, მიხალ ურბანიაკი, ურსულა დუძიაკი, მაიკლ ბრეკერი და ასე შემდეგ და პრინციპში მისი მთავარი კრედო ცხოვრების მუსიკალური შემოქმედების ეს არის weather report-ი. ვიქტორ ბეილი დღეს არის უძლიერესი ბასისტი მსოფლიოში, ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გიტარისტად და არა მარტო ჯაზის სფეროში. ეს არ არის ტრადიციული ჯაზი, ჯაზი დღე და დღე ვითარდება. აქ შედის ყველანაირი თანამედროვე მუსიკის ელემენტებიც, რაც ყველაზე სასიხარულოა იმით, რომ ახალგაზრდობა საკმაოდ ერთობა. 17 ოქტომბერს პარასკევს თავაზობთ ქართულ მუსიკოსებს, ქართულ ჯაზ შემსრულებლებს, სადაც იქნებიან ნოა-ნოას ბენდი, გიორგი მკვე ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. შეიძლება გაიმართოს ჯემსეიშენი, ქართველი და სომეხი ჯაზ შემსრულებლების ერთობლივი. მეორე დღეს 18-ში შაბათს იქნება სომხური ჯგუფი ლევონ მალხაზიანის ხელმძღვანელობით და ჩვენი სპეციალური სტუმარი, ანუ საპატიო სტუმარი იქნება ვიქტორ ბეილი, რომელიც დააგვირგვინებს ჯაზ ბრეიკს 19 ოქტომბერს კვირას 10 საათზე. უკვე დადგა ის დრო, რომ ხალხი მსმენელი ნამდვილად ითხოვს ხარისხიან მუსიკას. ლიტერატურულ მუზეუმში მოეწყო თვითნასწავლი მხატვრის გულიკო საღინაძის მხატვრული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. დავიწყო 4 წლის წინ ხატვა. 57 წლის ასაკში. ბავშვობიდან მიყვარდა და ყოველთვის გულით ვატარებდი და განვახორციელე. იმის შემდეგ ხატავ დღემდე. თავიდან მუყაოზე დავიწყე. სპეციალური მუყაოა და იმ შემდეგ გადავედი ტილოზე. ეს მეორე პერსონალურია. გოგითო ფაცის ოფისში მქონდა ერთი გამოფენა, მე ფესტივალზე მივიღე მონაწილეობა. ხო, ეს ისე კაი გიწალე.
ასტუდიო თბილისშია. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სწორედ ამ ჯგუფის ურიცხვმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავის სპორტის სასახლეში, სადაც ასტუდიოს პირველი კონცერტი გაიმართა. სხვათა შორის ცოცხალის შესრულებით. თუ რა ხდებოდა კონცერტზე, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. Полина, какое настроение ваше? Настроение? Ну, немножко нервничаем, потому что хотелось бы подольше порепетировать. Я пошла, ребята, все, счастливо. სწორედ ამ წუთას დაიწყო სპორტის სასახლეში ჯგუფ ასტუდიოს კონცერტი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი თბილისში ამხელა აუდიტორიის წინაშე და თანაც სპორტის სასახლეში პირველად გამოდიან და მით უმეტეს მღერიან ცოცხლად. და სხვათა შორის მათთან ერთად დღეს სცენაზე გამოდის შავკანიანი დრამერი, რომელსაც გვია ზაკი. Наконец-то группа «Студио» встретились с вами. Мы очень рады. Спасибо за эту встречу. ძალიან მოგწონს ასტუდიო ჯგუფი. მაგარია და მიყვარს ძალიან მაგრამ. ძალიან მოგწონს ეს კონცერტი. ძალიან მოგწონს. ძალიან გაყოფილი ვარ. აქ მოვედი პალინას ხადრით მოვედი, ძალიან გაყოფილი ვარ. ადასარევია. ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი. ძალიან მოგწონს. პირადად მე და სტუდია მაესტრო ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს არის კონცერტი, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ესე რუსული ჯგუფი არ ჩამოსულა და ცოცხალი შესრულებით სპორტის სასახლეში არც ერთ ჯგუფს არ შეუსრულებია. რუსული ჯგუფი მყავს ხედველობაში და ძალიან კმაყოფილები ვართ. შეიძლება აქ ვიღაცას ეგონოს, რომ აქ იყო კომერციული დაინტერესება, აქ არანაირი კომერციული დაინტერესება არ ყოფილა. ისინი უბრალოდ მეგობრულად, ასჯერ აღნიშნეთ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩამოვიდნენ ჩემს დაბადების დღეზე და ეს კონცერტი გვაჩუქეს. ქარვასლაში გაიმართა ცნობილი ფოტოგრაფის გოგი ცაგარელის ფოტოგამოფენა. Я никогда не задавался целью себе делать какую-то тему вот специально. Хотя хотелось бы, конечно, но просто на это времени нет. А я снимаю, что получается, я потом показываю своим друзьям. Любимый снимок вот тот, первый. ფოტოები განსხვავებულია თავის თემატიკით, ეს არის წლევანდელი, რაც მან გააკეთა, სტილი არ არის განსხვავებული. ეს ყველა არის რეპორტაჟული ფოტოები, მხატვრული რეპორტაჟული შეიძლება ესე დავარქვათ. და ნუ, რა ვიცი, აი ძალიან არ გამოყოფთით რომელიმეს თუ რთულია. ჩემთვის მაგალითად ის სპილო, რომელიც აფიშაზეც არის, ძალიან ესეთია თბილი და
კომპოზიციურად იდეალურად გაწონასწორებული და ძალიან თბილი ფოტო. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.